AI-ს უნდა დაეთხო ოფისის თანამშრომლებიც წმენდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ქვეყნის მასშტაბით Fortune 500-ის დირექტორთა საბჭოებში ათასობით AI აგენტი ითიშება. არა იმიტომ, რომ არ მუშაობდნენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი სამართლებრივი დროის ბომბია. ნარატივი ასეთია, რომ ტექნოლოგიური გიგანტები ყველაფერს ხარჯავენ AI-ს შეიარაღების რბოლაში გასამარჯობლად, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო არეულია. ისინი თავიანთ სისტემებს პასუხისმგებლობებისგან ათავისუფლებენ, იმ დროს, როცა მილიარდებს ხარჯავენ მათ განვითარებაში. და როცა ყველაფერი დასრულდება, მაინც ვიღაცას მოუწევს ამის საფასურის გადახდა. ASHS-ის ინტერშტატული გზატკეცილების სისტემა 58000 მილის სიგრძისაა. მის აშენებას 35 წელი დასჭირდა და დღევანდელი ფულით 630 მილიარდი დოლარი დაჯდა. ეს ნებისმიერი საზომით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინვესტიციაა კაცობრიობის ისტორიაში. ამასობაში დიდი ტექნოლოგიური კომპანიები მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე 2026 წელს 5 მილიარდ დოლარს ხარჯავენ. ეს რიცხვი სულ რაღაც 2 წელიწადში 2-ჯერ მეძე გაიზარდა და პროგნოზის მიხედვით 2030 წლისთვის ტრილიონებს მიაღწევს. სინამდვილეში Goldman Sachs-ი ახლა აფასებს, რომ მთლიანად ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ხარჯები ახლა და 2031 წლამდე 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. ესეთი თანხისთვის რევოლუციას უნდა ელოდე. ამ კომპანიები კი ამჟამად თითო დახარჯულ დოლარზე მხოლოდ ცენტებს იღებენ. მთელი გლობალური ხელოვნური ინტელექტის სერვისების ბაზარმა 2025 წელს დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. მაშინ როცა ინფრასტრუქტურაში ასობით მილიარდი იხარჯებოდა. როცა ჩინურმა სტარტაპმა სახელად DeepSeek-მა 2025 წლის იანვარში გამოაცხადა, რომ კონკურენტული ხელოვნური ინტელექტის მოდელი შექმნა NVIDIA-ს დაბალი დონის ჩიპებით 6 მილიონ დოლარზე ნაკლებად, ეს თითქმის შეუძლებლად ჩანდა. მაგრამ ამან მაინც შეარყია ბაზარი და NVIDIA-ს საბაზრო კაპიტალიზაციიდან ერთ დღეში დაახლოებით 590 მილიარდი დოლარი გააქრო. ეს იყო ყველაზე დიდი ერთდრიანი დანაკარგი ASHS-ის საფონდო ბიჯის ისტორიაში. DeepSeek-მა, რომელიც შორს იყო ხელოვნური ინტელექტის ჩაშლისგან, უბრალოდ დააყენა კითხვა, რომელსაც ყველა ინვესტორი უსვამდა საკუთარ თავს. რას ვიხდით ზუსტად? კომპანიები, რომლებიც ამ თანხას ხარჯავენ, უბრალოდ არ აქვთ ეს პული ხელთ. ისინი სესხულობენ მას. მიუხედავად იმისა, რომ Alphabet-მა 2025 წელს 4-ჯერ გაზარდა თავისი გრძელვადი ვალვადიანი ვალი 9 მილიარდ დოლარამდე. 5-მა უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ მხოლოდ გასულ წელს 108 მილიარდი დოლარის ახალი ობლიგაციები გამოუშვა. Bank of America ახლა აფასებს, რომ AI-ის კაპიტალური ხარჯები დივიდენდების შემდეგ ოპერაციული ფულადი ნაკადების 95%-ს შეადგენს. Amazon-ი პროგნოზირებს თავისუფალი ფულადი ნაკადების 95%-იან შემცირებას AI-ის ინფრასტრუქტურის ხარჯების გამო. ისინი ფაქტობრივად დღევანდელ რესურსებს იმ მომავლის სანაცვლოდ დებენ გირაოთ, რომელიც ჯერ არ დამდგარა. ეს რისკი ნამდვილად შემაშფოთებელია. თუ ეს მხოლოდ სტარტაპები იქნებოდნენ, რომლებიც აჟიოტაჟს მისდევენ, ეს ერთი რამ იქნებოდა. მაგრამ ესენი არიან ყველაზე გამოცდილი კაპიტალის გამნაწილებლები დედამიწაზე. როცა ისინი ასე ხარჯავენ, ან იციან რაღაც, რაც დანარჩენებმა არ ვიცით, ან ჩართულნი არიან პროცესში, რომლის შეჩერებაც შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებენ, რომ შეცდნენ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც გაფუჭდა. იმის გასაგებად რა მოხდა? უნდა დაბრუნდეთ იმ მომენტში, როცა ვანკუვერში მწუხარე კაცმა ავიაკომპანიის chatbot-ს მარტივი კითხვა დაუსვა და სამუდამოდ შეცვალა კორპორატიული სამართლის ისტორია. იმ დღეს, როცა მისი ბებია გარდაიცვალა, ჯეიკ მოფატმა გახსნა ლეპტოპი და ავიაკომპანია Air Canada-ის ვებგვერდზე შევიდა, რომ ვანკუვერიდან ტორონტოში ფრენა დაეჯავშნა. მას ერთი კითხვა ჰქონდა: ავიაკომპანიას თავაზობდა თუ არა სამგლოვიარო ტარიფებს და შეეძლო თუ არა ამის შემდეგაც განაცხადის გაკეთება. მან chatbot-ს კითხა და chatbot-მა უპასუხა, რომ კი. chatbot-მა უთხრა, რომ მოთხოვნა უნდა წარადგინა შეძენიდან 90 დღის განმავლობაში და ფასდაკლება უკუქცევით გავრცელდებოდა. მოფიტმა ბილეთი დაჯავშნა, ტორონტოში გაფრინდა, სახლში დაბრუნდა და შემდეგ შეიტანა მოთხოვნა, როგორც მას უთხრეს. მაგრამ Air Canada-მ უარი უთხრა. როგორც აღმოჩნდა, მათი რეალური პოლიტიკა ითხოვდა, რომ სამგლოვიარო ფასდაკლების მოთხოვნა მოგზაურობამდე წარედგინა. AI chatbot-მა უბრალოდ გამოიგონა პოლიტიკა, რომელიც არ არსებობდა. სრული თავდაჯერებით განაცხადა ეს და მწუხარე კაცი მიიყვანა იქამდე, რომ სრული ფასის ბილეთი ეყიდა ტყუილის საფუძველზე. ამიტომ მოფიტმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი. და რაც შემდეგ მოხდა, სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ამერიკაში ყველა კორპორატიულ იურისტს ახლა chatbot-ებზე თავისი აზრი აქვს. Air Canada-ს იურიდიული დაცვა საინტერესო იყო. მათ განაცხადეს, რომ კომპანიას არ შეიძლებოდა დაეკისრებინა პასუხისმგებლობა chatbot-ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რადგან chatbot-ი, ციტატა, ცალკე იურიდიული პირი იყო, რომელიც საკუთარ ქმედებებზე თავად იყო პასუხისმგებელი. მათ გამოიყენეს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მათ კომპანიას წარმოადგენდა, და როდესაც ამ პროგრამამ ზიანი გამოიწვია, მათი პოზიცია იყო ფაქტობრივად: ჩვენკენ ნუ იშვერთ ხელს. ტრიბუნალის წევრი კრისტოფერ რივერსი არ მოიხიბლა. მიუხედავად იმისა, რომ chatbot-ს აქვს ინტერაქტიული კომპონენტი, მან დაწერა, ის მაინც უბრალოდ Air Canada-ს ვებგვერდის ნაწილია. Air Canada-სთვის აშკარა უნდა იყოს, რომ ის პასუხისმგებელია მის ვებგვერდზე არსებულ ყველა ინფორმაციაზე. ნიშნულობა არ აქვს ინფორმაცია სტატიკური გვერდიდან მოდის თუ chatbot-იდან. Air Canada-ს დაეკისრა 812 კანადური დოლარის გადახდა. და საერთო სურათში ეს თანხა უმნიშვნელოა, პრეცედენტი კი არა. ეს გადაწყვეტილება 2024 წლის თებერვალში იქნა მიღებული. შემდეგ მოხდა კორპორატიული პანიკა, რომელიც არასდროს გამხდარა სათაურების ნაწილი, მაგრამ შეიძლება შეგენიშნათ SEC-ის დოკუმენტების რისკების განყოფილებაში. 2020 წელს საჯარო კომპანიების 80%-მა აღნიშნა ხელოვნური ინტელექტი როგორც მნიშვნელოვანი რისკი წლიურ ანგარიშებში. 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 43%-ამდე გაიზარდა. განსაკუთრებით Fortune 500 კომპანიებს შორის ახლა 56% ხელოვნურ ინტელექტს ფორმალურ რისკ ფაქტორად ასახელებს.
მედიისა და გართობის კომპანიებს შორის ეს მაჩვენებელი 92%-ია. PCC თავად დააგზავნის ახსულების წერილებს, სადაც ითხოვს უფრო კონკრეტულ გამჟღავნებას, რასაც 2024 წელს მხოლოდ ფინანსური ზომების სახით 8.2 მილიარდი დოლარი მოჰყვა. კლიმატის ცვლილებას 10 წლეულები დასჭირდა, რომ კორპორატიულ ამერიკაში გამჟღავნების ასეთივე გაფცელებისთვის მიეღწია. თელოვნურმა ინტელექტმა ეს 3 წლის განმავლობაში მოახერხა. Air Canada-ს გადაწყვეტილებამ დაადგინა, რომ რასაც თქვენი ხელოვნური ინტელექტი ეუბნება მომხმარებელს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ თქვით. თქვენ ვერ გადააბარებთ პასუხისგებლობას იმ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელსაც იყენებთ. ვერ მიუთითებთ უბრალოდ მანქანაზე და უდანაშაულო სახით დარჩებით. თქვენ ხართ ეს მანქანა. ტექნოლოგიისთვის, რომელსაც არ შეუძლია გარანტია მისცეს, რომ რაღაცებს არ გამოიგონებს, ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურ სიცხადეს ქმნის. თუ მასობრივად დანერგავთ ხელოვნურ ინტელექტს, საბოლოოდ პასუხისგებლობაც მოყვება. უფრო დიდი კითხვა ისაა, დარჩება კი ვინმე, ვინც ანგარიში გადაიხდის. 2024 წლის ივლისში კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია Gartner-მა იწინასწარმეტყველა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის საწარმოო გენერაციული ინტული ინტელექტის პროექტების მინიმუმ 30% მიტოვებული იქნება კონცეფციის დამტკიცების შემდეგ. 2026 წლის აპრილში მათ მოუწიათ თავიანთი თავდაპირველი შეფასების გადახედვა. აღმოჩნდა, რომ რეალურად წინა 2 წელიწადში დაწყებული კორპორაციული AI-ის პროექტების დაახლოებით 40% გაუქმდა მანამდე, სანამ ისინი საერთოდ გამოვიდოდნენ. გარდა ამისა, Gartner ახლა პროგნოზირებს, რომ აგენტური AI-ის პროექტების 40%-ზე მეტი, ანუ ხელოვნური ინტელექტის იმ ახალი თაობის ინსტრუმენტები, რომლებზეც კომპანიები ახლა აკეთებენ ფსონს, 2027 წლის ბოლომდე გაუქმდება. სასაფლაო კი სულ უფრო იზრდება. ეს საკითხი S&P Global Market Intelligence-მა უფრო ზუსტად დაასახელა. საშუალო ორგანიზაციამ ხელოვნური ინტელექტის კონცეფციის დამადასტურებელი პროექტების 46% გააუქმა, სანამ ისინი წარმოებას შევიდოდნენ. დაწყებული პროექტებიდან მხოლოდ 48% აღწევს წარმოებამდე, ხოლო პროტოტიპიდან გაშვებამდე საშუალოდ 8 თვე გადის. ეს ნიშნავს 8 თვეს ინჟინრების სამუშაო საათებს, ინფრასტრუქტურის ხარჯებს და ხელმძღვანელობის ყურადღებას იმაზე, რომ საბოლოოდ ბოლოს საერთოდ რამე გამოვა თუ არა, შანსი მონეტის აგდებას ჰგავს. McKinsey, კიდევ ერთი საკონსულტაციო კომპანია, 2025 წლის ბოლოს გლობალურად გამოკითხა ორგანიზაციები და დაადგინა, რომ 88% იყენებს ხელოვნურ ინტელექტს მინიმუმ ერთ ბიზნეს ფუნქციაში. თუ ეს წარმატების ისტორია ჟღერს, ასე არ არის. მხოლოდ 39%-მა აღნიშნა შემოსავლებზე რაიმე გაზომვადი გავლენა. მაქსიმუმ 61%-მა საერთოდ არ აღნიშნა ბიზნესზე რაიმე მნიშვნელოვანი ფინანსური გავლენა. დაახლოებით 10-დან 6-მა კომპანიამ ხელოვნური ინტელექტი თავის ოპერაციებში დანერგა, მაგრამ ვერ ასახელებს რაიმე გაზომვად სარგებელს, რაც მათ მოუტანა. მიზეზები იმდენად ცნობილია, რომ Gartner-მა ისინი პირდაპირ დაასახელა. მონაცემების ცუდი ხარისხი, სუსტი რისკების კონტროლი, გაზრდილი ხარჯები და გაურკვეველი ბიზნეს ღირებულება. თითოეული პროექტის შექმნა და დანერგვა 5-დან 20 მილიონ დოლარამდე ჯდება და თუ ამას ათასობით Fortune 500-ის ინიციატივაზე გაამრავლებთ, საქმე გვაქვს 10 მილიარდ დოლართან, რომელიც კორპორაციულ სასაფლაოზეა დამარხული. დიდი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. 2024 წლის Deloitte-ის გამოკითხვა მაჩვენა, რომ კორპორაციული AI-ის მომხმარებელთა 47%-მა აღიარა, რომ მათ მიიღეს მინიმუმ ერთი მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილება იმ შინაარსზე დაბრუნებით, რომელიც AI-მ უბრალოდ გამოიგონა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითქმის ნახევარს უკვე ჰქონდა ნდობა მიცემული ჰალუცინაციისთვის, რომელსაც რეალური შედეგები მოჰყვა. რა თქმა უნდა, 2024 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ეფექტურობის რევოლუცია კვლავაც სასურველი შესაძლებლობაა, რადგან აგენტური AI უმჯობესდება. მაგრამ ადამიანი არ იქნებოდი, რომ არ გეფიქრა, რატომ არ ჩანს ის ნაკლოვანებები, რაც საკუთარი თვალით ნახე ბაზრის გათვლებში. არსებობს კორპორატიული შიშის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც იქჩნდება სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდები, სადაზღვეო კონტრაქტებში. ფაქტობრივად, თუ ადამიანები, რომელთა მთელი ბიზნეს მოდელი დამოკიდებულია რისკის სწორად შეფასების უნარზე, რაღაცას დაუზღვევად მიიჩნევენ. ეს ჩვეულებრივ ძალიან საგანგაშო ნიშანი. 2026 წლის იანვარში სადაზღვეო მომსახურების ოფისმა შემოიღო ახალი გამონაკლისები, რომლებიც გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს ეხება. საბოლოოდ, თუ ზიანს გენერაციული ხელოვნური ინტელექტი გამოიწვევს, ნუ იფიქრებთ, რომ დაზღვეული ხართ. ახალმა პოლისის ფორმულირებამ გამორიცხა მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ტექსტთან, გამოსახულებებთან, აუდიოსთან, ვიდეოსთან და კოდთან. ეს ყველა დიდი ენობრივი მოდელია, რაც კი ოდესმე შექმნილა. Chatbot-ები, AI კოპილოტები, ავტონომიური აგენტები, ყველა მათგანი შავი მელნით არის შემოხაზული და გამორიცხულია იმ პოლისებიდან, რომლებიც ასეთ შეშეშეს ბიზნესების 82%-ს ფარავს. 2024 და 2025 წლებში სადაზღვეო კომპანიები ამკაცრებენ ხელოვნური ინტელექტის დაფარვას არსებულ პოლისებში, ფორმულირების გამკაცრებით და გამორიცხების დამატებით. WR Berkeley-მ შემოიღო AI-ის სრული გამორიცვა დირექტორებისა და ხელმძღვანელი პირების პასუხისგებლობის, შეცდომებისა და გამოტოვებების, ასევე ფიდუციური პასუხისგებლობის ხაზებში. აიგმა ეს დაინახა და თქვა, კარგი, ჩვენც იგივე გვექნება. Great American Insurance მიყვა მათ. Chubb-მა, Travelers-მა და Berkshire Hathaway-მ მიიღეს შტატის მარეგულირებლის თანხმობა თავიანთი გამორიცვებისთვის. შტატის მარეგულირებლები ამ მოთხოვნების 80%-ზე მეც ამტკიცებენ. ინდუსტრიას ეს ყველაფერი უკვე გამოვლილი აქვს. 10 წლის წინ კიბერდაზღვევამ ზუსტად იგივე ციკლი გაიარა. არსებობდა ნაგურისმევი დაფარვა მანამ, სანამ მოთხოვნები არ გაიზარდა და შემდეგ გაჩნდა გამორიცხვები. საბოლოოდ გამოჩნდა ცალკე პოლისები ისეთი პრემიებით, რომლებსაც უმეტესობა კომპანიებისა ვერ გაუძლებდა.
ხელოვნური ინტელექტის პასუხისგებლობის ბაზარი ამავე ციკლს აჩქარებულად გადის. სადაზღვევო კომპანიები მორალური სუბიექტები არ არიან. ისინი არაფერს გამორიცხავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მათ არ მოსწონთ. ისინი გამორიცხავენ მათ, რადგან ეს ფინანსურად არ ამართლებს. მათ ცადეს ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობის ფასის განსაზღვრა 2024 და 2025 წლებში და 42%-მა სადაზღვევო კომპანიებმა განაცხადეს, რომ საერთოდ არ აკვირდებიან ხელოვნური ინტელექტის რისკის არც ერთ მეტრიკას. როდესაც რისკს ვერ ზომავ, ვერ დააფასებ მას და როცა ვერ აფასებ, გამორიცხავ. სამართლებრივმა სისტემამ თქვა, რასაც შენი ხელოვნური ინტელექტი გააკეთებს, შენ გააკეთე. სადაზღვევო ინდუსტრიამ თქვა, ამას ჩვენ არ დავაზღვევთ. ფლის შედეგადაც ყველა კომპანია, რომელიც საჯარო ხელოვნური ინტელექტის სისტემებს იყენებდა, სრულ პასუხისგებლობას საკუთარ თავზე იღებდა. თანაც იმ აპარატურაზე, რომელიც ერთდროულად თავის ღირებულებას თითქმის მთლიანად კარგავდა. 2023 წლის ზაფხულში თუ გსურდა ერთი NVIDIA H100-ის GPU-ს დაქირავება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რბოლის საწყის ეტაპზე ერთ-ერთი ძირითადი ჩიპი იყო, საათში 7-დან $10-მდე იხდიდი. თუ გსურდა მისი პირდაპირ შეძენა მეორად ბაზარზე, თითო ბარათში 40-დან $50,000-მდე უნდა გადაგეხადა. სტარტაპები H100-ებს თავიანთ ბალანსზე აქტივებად აღრიცხავდნენ, ხოლო ვენჩურული კაპიტალის ინვესტორები პორტფელურ კომპანიებს ეკითხებოდნენ, რამდენი ქონდათ აღრიცხული. NVIDIA-ს საბაზრო კაპიტალიზაცია მალე $1 ტრილიონ გადააჯარბა და ზრდა განაგრძო. 2026 წლის თებერვალში მან $5 ტრილიონს მიაღწია. ახასი მოკლე და თავბრუდამხვევი დროით, დედამიწაზე ყველაზე სტრატეგიულად ღირებული აპარატურა იყო. დღეს კი შეგიძლიათ იგი $2 საათში იქირავთ. 2025 წლის ივნისში AWS-მა H100 GPU-ს ფასები ერთ ღამეში 45%-ით შეამცირა. ამის შემდეგ მეორადი ბაზარი მთლიანად ჩამოიშალა. GPU-ები, რომლებიც AI ბუმის დროს $50,000 იყიდებოდა, მოულოდნელად ამ თანხის ნახევარზე ნაკლებად ღირდა. H100 მთელი სერვერული სისტემები, რომლებიც ადრე $350,000-ზე მეტი ღირდა, ახლა მათი პიკური ღირებულების მცირე ნაწილად იყიდებოდა. ხოლო 2025 წელს ბაზარზე 300-ზე მეტი ახალი GPU ღრუბლოვანი პროვაიდერი გამოჩნდა, რომლებიც ყველანი ყიდნენ სიმძლავრეს, რომელსაც არავინ ყიდულობდა იმ ტემპით, როგორც ვინმე ეგონე. ათასობით კომპანია ფიქრობდა სად გაეყიდა ბარათების ზარალზე. ეს არის განსხვავება ხელფასების გადახდასა და ხელფასების არ გადახდას შორის. ეს მიუთითებს უფრო ღრმა პრობლემაზე, იმ ინფრასტრუქტურის თეზისთან დაკავშირებით, რომელმაც გაამართლა მთელი ეს ინფრასტრუქტურული გაფართოება. არგუმენტი ყოველთვის ის იყო, რომ გამოთვლითი რესურსი იშვიათი იყო. ეს იშვიათობა ქმნიდა ღირებულებას და ვისაც ყველაზე მეტი გამოთვლითი რესურსი ექნებოდა, ის გაიმარჯვებდა ხელოვნური ინტელექტის რბოლაში. DeepSeek-მა დაანგრია ეს არგუმენტი, როდესაც შექმნა მოდელი, რომელიც კონკურენციას უწევს GPT-4-ს იმ ბიუჯეტით, რასაც მეტაკვებაზე ხარჯავს. ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიამ ეს გაკვეთილი მწარედ ისწავლა 1990-იანი წლების ბოლოს, როდესაც კომპანიებმა $500 მილიარდ მეტი დააბანდეს ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელებში, იმ პროგნოზების საფუძველზე, რომ ინტერნეტ ტრაფიკის წლიური ზრდა 1000%-ს გადააჭარბებდა. როდესაც მონეტიზაცია შეჩერდა, სესხების ბაზარი დაიხურა. ოპტიკური ბოჭკოს კილომეტრები წლების განმავლობაში გამოუყენებელი დარჩა იმ კომპანიების საკუთრებაში, რომლებიც უკვე აღარ არსებობდნენ. აქტივი რეალური იყო, მაგრამ მის საფუძველზე აგებული ბიზნეს მოდელი არა. Google-ის მიერ 2010-იანებში რამდენი ოპტიკურ ბოჭკოვანი ხაზიც არ უნდა გაეყვამათ, ამას ვერ გამოასწორებდა. H100-ის ლიკვიდაციური გაყიდვა 2025 წლის ოპტიკური ბოჭკოს სიჭარბეა. აპარატურა რეალურია, შემოსავალი უნდა მოხოლოდა. ასე არ მოხდა. დღეს $1 ტრილიონიანმა კომპანიებმა, რომლებიც უყურებენ როგორ იაფდება მათი აპარატურა, გააზრებული გადაწყვეტილება მიიღეს, ფული სხვაგვარად გამოიყენა. არსებობს ნაბიჯი, რომელსაც კომპანიები დგამენ, როცა ფიქრობენ, რომ საკუთარი აქციები უკეთესი ინვესტიციაა, ვიდრე მათი მომავალი. ისინი ირებენ ფულს და იტენებენ მას საკუთარი აქციების გამოსასყიდად. ეს ამცირებს მიმოქცევაში არსებული აქციების რაოდენობას, ზრდის მოგებას თითო აქციაზე, რაც შემდეგ აქციის ფასს ზრდის. ინვესტორებს ეს უყვართ. დირექტორთა საბჭოსაც უყვარს. ყველა იგებს. თუმცა ეს სიგნალია, რომ ოთახში ყველაზე ჭკვიანმა ადამიანებმა ყველა შესაძლებლობა განინიხილეს და გადაწყვიტეს, მომავალზე არ დაედოთ ფსონი. ამის ნაცვლად მათ ფსონი დადეს იმაზე, რაც უკვე დღესვე ფულს აკეთებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში კომპანიები, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა საუბრობდნენ ხელოვნური ინტელექტის რევოლუციაზე, სწორედ ამას აკეთებდნენ ისეთი მასშტაბით, რომლის სრულად აღქმაც რთული. Alphabet-მა დაახლოებით $280 მილიარდი დახარჯა საკუთარი აქციების გამოსასყიდად. Meta-მ და Microsoft-მა კი ათეულობით მილიარდი დახარჯეს. Apple-მა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე თითქმის არ საუბრობდა ბოლო დროამდე, ბოლო 10 წლეულის განმავლობაში $704 მილიარდი დახარჯა საკუთარი აქციების გამოსასყიდად. ეს უფრო მეტია, ვიდრე SP500-ში შემავალი 488 კომპანიის მთლიანი საბაზრო ღირებულება. და შემდეგ, მონაცემთა ცენტრების გადასახადები დაგროვდა. მთელი ფული გაქრა. 2024 წლის სექტემბერში Microsoft-მა აქციონერებს $60 მილიარდი აქციების გამოსასყიდი პროგრამა დაჰპირდა. ამან მიანიშნა, რომ კომპანია ფინანსურად ძლიერი იყო, თავდაჯერებული და მზად იყო ფული დაებრუნებინა მის მფლობელებისთვის. 1 წლის შემდეგ იმ დაპირებიდან $47.3 მილიარდი კვლავ სრულიად ხელუხლებელია. Microsoft-მა აზრი არ შეიცვალა, მაგრამ ყოველი თავისუფალი დოლარი სერვერების, მონაცემთა ცენტრებისა და ხელოვნური ინტელექტის სხვა სიტყვებით რომ თქვათ, მათ ჩეკი გამოწერეს, მაგრამ მისი განაღდება ვერ შეძლეს. აი ესე გამოიყურება ხელოვნური ინტელექტის შეიარაღების რბოლა შიგნიდან. გარედან ამბავი ასე ჟღერს, თავდაჯერებული სირბილი მომავლისკენ.
სინამდვილეში კი ეს არის ბრძოლა, რომ დაფინანსება მოიპოვონ. კომპანიები ინვესტორების მოლოდინებსა და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის მზარდ ხარჯებს შორის არიან მოქცეულნი. Microsoft-ისთვის ეს ნიშნავს 60 მილიარდი დოლარის ვალდებულებას, რომელიც ბუღალტერიაში ისეა ჩაწერილი, როგორც ვალი, რომ ის ამოღებაც ვერავის შეუძლია. Alphabet-ის თავისუფალი ფულადი ნაკადი 2026 წელს თითქმის 90%-ით შემცირდება, 73.7 მილიარდიდან 8.2 მილიარდ დოლარამდე. და 2025 წელს Alphabet-მა, Amazon-მა, Oracle-მა, Meta-მ და Microsoft-მა 121 მილიარდი დოლარის ახალი ვალი გამოუშვეს ობლიგაციების სახით, რომ საქმიანობა გაეგრძელებინათ. ეს 4-ჯერ მეტია, ვიდრე მთელი ტექნოლოგიური ინდუსტრია საშუალოდ ცესხულობდა წინა 10 წლეულის ნებისმიერ წელს. ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია ფინანსდება კრედიტით და არა მოგებით. და ის ორგანიზაციული სტრუქტურები, რომლებიც უნდა დაემტკიცებინათ, რომ ეს მუშაობდა, უკვე იწყებენ ცვლილებას. 2023 წლის რომელი რაცა მომენტში, ვირაცამ კორპორატიული კომუნიკაციების დეპარტამენტში ჩაწერა სიტყვები გენერაციული AI press release-ში და გულწრფელად აღფრთოვანდა თავისი სამუშაოთი. ამ ფრაზას ჰქონდა მნიშვნელობა, მასში იდუმალება იყო. ეს გულისხმობდა, რომ მანქანა რაღაცას ქმნიდა, ფიქრობდა თითქმის გენერირებდა. ეს სიტყვა ბევრ საქმეს აკეთებდა ბევრი კომპანიისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ წარმოდგენა, რეალურად რას აპირებდნენ ამ ტექნოლოგიით. 2026 წლისთვის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სტიმული აგენტებზე დაფუძნებულ სამუშაო პროცესებად გადაიქცა. ხალხი საუბრობს ავტონომიურ პროცესების ორგანიზებასა და ინტელექტუალურ ავტომატიზაციაზე. ეს ზუსტად იგივე ტექნოლოგიაა, მაგრამ დაპირებები იმის შესახებ თუ რისი გაკეთება შეუძლია, ნიშნულოვნად უფრო მოკრძალებულია. დღეს 2023 წლის ენასა და 2026 წლის ენას შორის არსებული განსხვავება თითქმის ყველაფერს გეუბნებათ იმის შესახებ, რაც ამ პერიოდში მოხდა. საუბარი შესაძლებლობებიდან მტკიცებულებებზე გადავიდა, ანუ იმაზე, რას შეძლებდა ეს ტექნოლოგია და რას მიაღწია რეალურად. კომპანიები, რომლებმაც გადარჩენა შეძლეს ხელოვნური ინტელექტის პროექტების წარუმატებელი განხორციელების შემდეგ, ამას იმით მიაღწიეს, რომ თავიანთი AI პროექტები უფრო მცირე, ვიწრო და სამართლებრივად ნაკლებად პრობლემური გახადეს. და არა იმით, რომ მთელი ფული ჩადეს ჩატბოტებში, რომლებიც ნებისმიერ კითხვაზე პასუხობენ, ან AI-ში, რომელიც კომპანიის სტრატეგიას კარგად წერს. ეს ნიშნავს უამრავ მარშრუტიზაციის პროგრამას, რომელიც მომხმარებელთა მომსახურების მოთხოვნებს სწორ დეპარტამენტში აგზავნის, და AI-ს, რომელიც კონტრაქტებს არასტანდარტული პუნქტებისთვის ამოწმებს, ანუ ისეთ საქმეებს, რომლებიც მოსაწყენია, კონკრეტული და გაზომვადი. ისეთი საქმეები, სადაც შეცდომებს ადამიანები ჯერ კიდევ ამჩნევენ მანამდე, სანამ ეს ტვირი დაჯდება. და ეს სამუშაოს დასახელებებშიც აისახება. 2025 წელს ორგანიზაციების 26%-ს ჰყავდა ხელოვნური ინტელექტის დირექტორი, ანუ CAIO. 2026 წლისთვის ეს მაჩვენებელი 76%-ამდე გაიზარდა, რაც ერთ წელიწადში 3-ჯერ მეტი გახდა IBM-ის კვლევის მიხედვით, რომელმაც 33 ქვეყნის 2000 გენერალური დირექტორი გამოგითხა. მაგრამ თუ დააკვირდებით დეტალებს, რისთვისაც ამ CAIO-ებს სინამდვილეში აკვანენ, აშკარაა, რომ ეს როლი საფუძვლიანად შეიცვალა. ადრე ეს იყვნენ AI-ის პოპულარიზატორები, რომლებიც ტექნოლოგიას ავრცელებდნენ. ეხლა კი ეს არიან ხელმძღვანელები, რომლებიც პასუხისგებელნი არიან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რისკების მართვა, რეგულაციებთან შესაბამისობა და მმართველობა. ევროკავშირის AI-ის აქტი სრულად ამოქმედება 2026 წლის აგვისტოში და კომპანიებს მოეთხოვებათ ზუსტად განსაზღვრონ, ვინ არის პასუხისგებელი, თუ მათი AI ზიანს მიაყენებს ვინმეს. CAIO სულ უფრო ხშირად ხდება ის ადამიანი, ვისი სახელიც ამ ფორმაზე წერია. ალბათ ეს არ იყო ის სამუშაოს აღწერა, რაც ვინმეს წარმოედგინა, როცა ეს ტიტული შექმნეს, მაგრამ აი ასეა. ამასობაში შემოსავლების შესახებ ზარებზე გამოყენებული რიტორიკაც შეუმჩნევლად შეიცვალა. ხელოვნური ინტელექტით უზრუნველყოფილი აღარ არის აქტუალური. შედეგზე ორიენტირებული სამუშაო პროცესები კი ახლა მთავარია. რაც თუნელად წაიკითხავთ, ძალიან ძვირად ღირებული გზაა იმის სათქმელად, რომ ხელოვნური ინტელექტი კონკრეტულ ამოცანას ასრულებს და შეგიძლია შეაფასო, იმუშავა თუ არა. ის ოცნება, რომ მომაც 725 მილიარდი დოლარის მასშტაბური მშენებლობა წარმოშვა, ყოველთვის უფრო სამეცნიერო ფანტასტიკას გავდა. ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც მთელი დეპარტამენტის მართვა, სტრატეგიის დაწერა, მთელი გუნდის ჩანაცვლება ან მსგავსი რამ შეუძლია. CAIO-ები შესაბამისობის შემოწმების სიებით და ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტის ვალდებულებებით. ახლა ისეთ საქმეს აკეთებენ, რომელიც თავდაპირველი პრეს-რელიზების ავტორებისთვის უცნობი იქნებოდა. რევოლუციამ საშუალო რგოლის მენეჯმენტში სამსახური მიიღო და მიზეზი, რატომაც ასე მოხდა, ისაა, რასაც ინდუსტრია თავიდანვე ცდილობს ახსნას და უარყოს. ჯერ კიდევ 2023 წელს, როცა ChatGPT ბევრის თვალში ჯერ კიდევ ოცნება იყო, ადვოკატებმა სტივენ შვარცმა და პიტერ ლუდიკამ სამართლებრივი დოკუმენტი შეიტანეს ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის სასამართლოში. დოკუმენტში მოყვანილი იყო ძალიან დამაჯერებელი საქმეები, დამაჯერებელი სახელებითა და შედეგებით, როგორც პრეცედენტი. Vargas V, China Southern Airlines, Martinez V Delta Airlines და Shabuni V Egyptair. შემდეგ მოსამართლე პოისტ კევინ კასტელმა გადაამოწმა ეს საქმეები და აღმოჩნდა, რომ არც ერთი არ არსებობდა. ChatGPT-მ ყველა მათგანი გამოიგონა, აბსოლუტური თავდაჯერებულობით. შვარცი და ლადუკა დასაჯეს, საჯაროდ დაამცირეს და მათი სახელები სამუდამოდ დაუკავშირდა ამერიკის სასამართლო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გამაფრთხილებელ საპროცესო დოკუმენტს, Mata v Avianca. ეს 2023 წელს მოხდა.
მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. 2025 წლის აგვისტოში აშშ-ში სოლქის მოსამართლე ელისონ ბაკუსმა დასაჯა ადვოკატი, რომლის განცხადებაშიც მე-19-დან 12 ციტატა გამოგონილი ან დაუდასტურებელი იყო. კალიფორნიის სასამართლომ ორ იურიდიულ ფირმას დააკისრა ოდნავ მეტი ვიდრე $31,000 გადახდა, რადგან მათ მოსამართლეს წარუდგინეს კალბი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კვლევა. 2025 წლის თებერვალში ეროვნული ფირმის მორგან და მორგანის 3 ადვოკატი იგივე მიზეზით დასაჯეს. ამჟამად არსებობს 1600-ზე მეტი დოკუმენტირებული შემთხვევა, სადაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ჰალუცინაციებია გამოყენებული და ადვოკატების 69% ამბობს, რომ ისინი შიდა პრაქტიკაში AI ინსტრუმენტებს იყენებენ. რატომ ხდება ეს ისევ და ისევ? რატომ არ გამოსტორდა ეს პრობლემა? იმიტომ რომ ეს შეუძლებელია. დიდი ენობრივი მოდელები რეალურად ძალიან სუსტად ეძებენ ინფორმაციას. ისინი არ არიან მორგებული კონკრეტული მონაცემთა ბაზებიდან ფაქტების მოძიებასა და თქვენთვის გადმოცემაზე. მათი მთელი მექანიზმი თავიდან ბოლომდე იმაში მდგომარეობს, რომ პროგნოზირებენ შემდეგ ყველაზე სტატისტიკურად მოსალოდნელ სიტყვას, როდესაც შედეგი აღარ არის სწორი, შიგნით არ არსებობს არანაირი განგაშის სიგნალი, რომელიც იწყებს ხმა მაღლა ჟღერას. იშვიათია, რომ თქვენი ადგილობრივი LLM თავი იმდენად დაინდაბლოს, რომ აღიაროს, სინამდვილეში არც ისე დაწმუნებულია ამ ფაქტში, ან საერთოდ როგორ მივიდა იქამდე ლოგიკურად. მოდელი გენერირებს ნებისმიერ გაგრძელებას, რომელიც ყველაზე დამაჯერებლად ჟღერს. ზოგჯერ ეს სრულიად სწორია, ზოგჯერ კი ვარგასი. China Southern Airlines-ის საქმე, რომელიც საერთოდ არ არსებობს, მაგრამ ფედერალურ მოსამართლეს დამაჯერებლად და დეტალურად აღწერეს. 2025 წელს OpenAI-ის მკვლევარებმა ეს დაამტკიცეს. მათი დასკვნა იყო, რომ LLM-ის ჰალუცინაციები იმდენად დიდი ნაწილი იყო ამ სისტემების ტექსტის გენერირების პროცესში, რომ ისინი მათემატიკურად გარდაუვალი გახდნენ. იგივე პროგნოზირების მექანიზმი, რაც ამ სისტემებს სასარგებლოს ხდის, სწორედ ის მექანიზმია, რაც მათ ტყუილის თქმასაც აიძულებს. ერთი მეორის გარეშე შეუძლებელია. ციფრების ასიამოვნო არ არის. 2026 წლის ბენჩმარკმა, რომელიც 27 მოდელს მოიცავდა, ჰალუცინაციების მაჩვენებელი 15%-დან 52%-მდე დააფიქსირა. ესენი არიან საუკეთესო მოდელები, რაც კი ფულით შეიძლება იყიდო. ყველაზე სანდო მოდელიც კი 7-დან 1 ხელ მაინც შეცდომას უშვებს. სტენფორდმა იურიდიულ შეკითხვებში ჰალუცინაციების მაჩვენებელი 58%-დან 88%-მდე დააფიქსირა. სამედიცინო შემთხვევების შეჯამებებში კი 64% ჰალუცინაციას უშვებს, თუ არ ხდება შეზღუდვა. ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელიც ამგვარ მოდელებში დაახლოებით 22%-ის შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც თქვენს კომპანიას მომხმარებლებთან სასაუბროდ აქვთ დანერგილი, ყოველ 5 ურთიერთობიდან 1-ში დარწმუნებით ცდება. ზოგიერთი ახალი მსჯელობის მოდელი უფრო მეც ჰალუცინირებს, ვიდრე ძველი მოდელები. ტექნოლოგია ნულამდე არ მიდის. ის უბრალოდ ნაკლებად კატასტროფულად ცუდი ხდება, ვიდრე ადრე იყო, რაც სრულიად განსხვავებული რამაა. ადამიანი თანამშრომელი, რომელიც ამ სიხშირით შეცდებოდა ფაქტებში, სამსახურში პირველ კვირასაც ვერ გადარჩებოდა. ფაქტი, რომ ეს სისტემები ერთდროულად მილიონობით ადამიანს მიეწოდა, კიდევ ერთ აშკარა კითხვას აჩენს. თუ ეს ტექნოლოგია, საერთოდ ვინ შოულობს ამით ფულს? სანამ Fortune 500 დაკავებული იყო ჩატბოტების გაუქმებით, კომპანია Jane Street-მა 2025 წელს $39.6 მილიარდი წმინდა სავაჭრო შემოსავალი გამოაქვეყნა. ეს უფრო მეტია ვიდრე Goldman Sachs-ის შემოსავალი. ეს უფრო მეტია ვიდრე JP Morgan-ის მთელი სავაჭრო ოპერაცია და ეს ყველაფერი დაახლოებით 3000 ადამიანმა შექმნა 4 ოფისში ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებით. ხოლო 2025 წლის მეორე კვარტალში Jane Street-მა $10.1 მილიარდი გამოიმუშავა. ეს იყო რეკორდი ნებისმიერი სავაჭრო კომპანიის ისტორიაში. შედარებისთვის, Citadel Securities-მა მთელი წლის განმავლობაში $12.2 მილიარდი გამოაცხადა, რაც 2024 წელთან შედარებით 25%-ით მეტია. Hudson River Trading-მა $12.3 მილიარდი გამოაცხადა. ამ კომპანიებმა ერთად უზრუნოუყვეს გლობალურ რაოდენობრივ ვაჭრობაში მარკეტ-მეიკინგის შემოსავლის ნახევარზე მეტი. ისინი ნებისმიერი საზომით დედამიწაზე ყველაზე მომგებიანი ხელოვნური ინტელექტის ოპერაციებია. მიზეზი, რატომაც მათზე ბევრი არ გსმენიათ ხელოვნური ინტელექტის დებატებში მარტივია. მათი სისტემები არ წერენ ელპოსტებს და არ პასუხობენ მომხმარებელთა მომსახურების მოთხოვნებს. ისინი ასრულებენ ვაჭრობას მიკროწამებში, $2 ტრილიონი ყოველთვიური აქციების მოცულობით. იმ სამყაროში მონაცემები იმდენად სუფთაა და უკავშირი იმდენად მყისიერია, რომ ჰალუცინაცია მაშინვე გამოაშკარავდება როგორც ძვირადღირებული შეცდომა. გამოთვლითი რესურსი იგივეა, მაგრამ უკავშირის ციკლი არა. როცა Jane Street-ის ხელოვნური ინტელექტი ცდება, ბაზარი ამას მაშინვე ატყობინებს და შეცდომისთვის ფულს ახდევინებს. დაივიწყეთ 90 დღიანი შეღავათიანი პერიოდი, სანამ მომხმარებლები იურიდიულ საჩივარს შეიტანენ. საერთოდ არ არსებობს არანაირი ტრიბუნალის გადაწყვეტილება იმის შესახებ, იყო თუ არა შედეგი თავდაპირველად შეცდომაში შემყვანი. შეცდომა ნიშნავს ფინანსურ დანაკარგს, ზოგისთვის კი შესაძლოა ფინანსურ გაკოტრებასაც, რაც მკრისიერ გადამზადებას იწვევს. სისტემა უმჯობესდება, რადგან სხვანაირად ვერ გაძლევს. ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის გამარჯვებულები ავებულები ამ ეტაპზე ის კომპანიებია, რომლებმაც იპოვეს ისეთი პრობლემები, სადაც არასწორი პასუხების სწრაფად ვლინდება რეალურ ფულად ზარალს იწვევს და მყისიერ გამოსწორებას აიძულებს. ამ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს აქვთ ის, რაც კორპორატიულ ჩატბოტებს არ აქვთ. სასტიკად გულწრფელი არბიტრი. კომპანიები, რომლებსაც ეს არ აქვთ, ცარიელ მონაცემთა ცენტრებსა და გადაუხდელ ენერგიის გადასახადებს უყურებენ. და 2026 წელს ეს გადასახადი უნდა გადაიხადონ. CoreWeave არის ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი AI ინფრასტრუქტურის კომპანია, ან ყველაზე საჩვენებელი გამაფრთხილებელი მაგალითი.
ეს დამოკიდებულია ვისაც გითხავთ. მისი შემოსავალი 2022 წელს 16 მილიონი დოლარიდან 2024 წელს 1.9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ის ფლობს და მართავს GPU კლასტერებს, რომლებიც AI-ის განვითარების მნიშვნელოვან ნაწილს უზრუნველყოფენ. ასევე მას აქვს 9 მილიარდი დოლარის საერთო ვალიუმი. 7.9 მილიარდი დოლარის საპროცენტო გადახდები, რომლებიც 2026 წლის ბოლომდე უნდა გადაიხადოს. ხოლო მისი შემოსავლის 62% მოდის ერთ კლიენტზე, Microsoft-ზე. იმავე Microsoft-ზე, რომელმაც ახლახან თავის აქციონერებს უთხრა, რომ მისი თავისუფალი ფულადი ნაკადი მკვეთრად ეცემა და 60 მილიარდი დოლარის აქციების გამოსყიდვის პროგრამა ხელუხლებელია, რადგან მისი განხორციელება არ შეუძლია. ეს უდავოდ ერთ ურთიერთობაზე დადებული ძალიან ძვირი ფსონია. ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მშენებლობა ფინანსური ისტორიკოსებისთვის უკვე ნაცნობს ურაცილებს. ზუსტად ისე როგორც ტელეკომის ბუმი, რომელიც 2001 წელს დასრულდა, გამოუყენებელი ოპტიკური ბოჭკოთი და 2 ტრილიონი დოლარის საბაზრო ღირებულების დაკარგვით 2 წელიწადში. ინფრასტრუქტურა რეალური იყო, მაგრამ შემოსავალი არასდროს გამოჩნდა. ეხლა სიტუაცია ისევ იცვლება. ინვესტორი მაიკლ ბარი, ადამიანი, რომელმაც 2008 წლის ეთფირვა წლის ფინანსური კრახი იწინასწარმეტყველა, ამტკიცებს, რომ ჰაიპერსკალერები NVIDIA-ს ჩიპებს 5-დან 6 წლამდე ამორტიზებენ. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ეკონომიკური სიცოცხლის ხანგრძლივობა 2-დან 3 წლამდეა, ის ამბობს, რომ ინდუსტრიაში შემცირებულად დათვლილი ამორტიზაცია დაახლოებით 176 მილიარდ დოლარს შეადგენს 2022 წლამდე. ამ დროს ჩინური ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიები რამდენიმე კვირაში ამცირებენ შესრულების სხვაობას ამერიკულ ფრონტიერ მოდელებთან შედარებით და ამას ბევრად ნაკლებ ფასად აკეთებენ. ჩინეთის ახალი ღია წონების მოდელი ინჟინერიულ ტესტებში GPT-5-ს კონკურენციას უწევს და თითო ტოკენზე ფასის მხოლოდ მე-6 დღეს. ინტელექტი უფრო სწრაფად იაფდება, ვიდრე ის ინფრასტრუქტურა, რომელიც მის გასაყიდად შენდება, ამორტიზაციას განიცდის. დაახლოებით 9 იმ მონაცემთა ცენტრებისა, რომლებიც ASHS-ში 2026 წლისთვის იგეგმებოდა, უკვე შეფერხებას ამ გაუქმებას განიცდის. და ახლა NVIDIA-მ გამოუშვა სამაგიდო კომპიუტერი, DGX Spark-ი, რომლის ღირებულებაა $4700. ის დგას თქვენს მონიტორთან და მუშაობს ისეთ მოდელებზე, რომელთაც სულ 2 წლის წინ მთელი სერვერული ოთახი ჭირდებოდათ. თუ ასეთი დონის გამოთვლითი რესურსი შეიძლება მაგიდაზე იდგეს, $1 მილიარდიანი მონაცემთა ცენტრების მოთხოვნა აუცილებელი არ არის, რომ დაინგრეს. უბრალოდ მისი ზრდა უნდა იყოს უფრო ნელი, ვიდრე ინვესტორებს დაპირდნენ. და სწორედ ეს სხვაობა პროგნოზსა და რეალობას შორის აქცია 5 მილიარდი დოლარის ინფრასტრუქტურა ძალიან ძვირად ღირებულ შეცდომად. და ახლა ეს ყველასთვის ნათელია. როგორც ჩანს, AI რევოლუცია თავის აჟიოტას ვერ ამართლებს. სინამდვილეში შეიძლება უფრო უარესიც იყოს. ნახეთ ვიდეო. 115 მილიარდი დოლარისთვის ტემპი. ნახეთ ვიდეო, AI ბუშტი გასკდა, რომ გაიგოთ რატომ ციმციმებს გამაფრთხილებელი ნიშნები დიდი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. ან დააწკაპუნეთ ამ ვიდეოზე.